საქართველოს სამოციქულო ეკლესია 17 დეკემბერს წმინდა ბარბარეს ხსენების დღეს აღნიშნავს. დიდმოწამე ბარბარე მესამე საუკუნის ბოლოსა და მეოთხე საუკუნის დასაწყისში ცხოვრობდა. მამა დიდგვაროვანი წარმართი იყო, რომელსაც სახელად დიოსკირე ერქვა. საკუთარ შვილს ქვე-ბაღში პატარა მცირე ზომის კოშკი აუშენა, სადაც ბარბარეს საკუთარ თავთან განმარტოებისათვის მეტი დრო ექნებოდა. ღვთის შეწევნით ბარბარემ თავისი თანატოლები გაიცნო, რომლებიც იმ დროისათვის მართლმადიდებლურ ჯულს მისდევდნენ. ეზიარა ჭეშმარიტ რელიგიას. ამის შესახებ მამამისმა გაიგო და შვილის დასჯის გადაწყვეტილება მიიღო. საკუთარი შვილი ქალაქის მსაჯულს მიუყვანა დასასჯელად. საჯულმა ბრძანა ქალწული გაეშიშვლებინათ და ქალაქში ცენტრალურ მოედანზე გაიყვანათ. სწორედ ასეც მოიქცნენ მსაჯულის დამხმარები. ბარბარე გააშიშვლეს, მაგრამ უოცრად სასწაული მოხდა. ღვთიდან ჩამოსული სინათლე ბარბარეს გარშემოაკრა და მისი სიშიშვლე დამალა. დაბნეულ მამამისს ვერ გაეგო რა გაეკეთებინა. ხმალი ამოიღო და საკუთარ ერთადერთ შვილს თავი მოკვეთა. მამამისის და მსაჯულით მეფემ იმ დღითვე დასაჯა, ისინი კოცონზე დაჭრეს. 17 დეკემბერს გამომთვალობიანებს სიმბოლური დატვირთვა აქვს. გადმოცემის თანახმად საკვებით გაჭირებულებს უმასპინძლებოდნენ. აღნიშნული რიტუალით წმინდანის მიმართ პატივისცემას გამოხატავდნენ. სწორედ აქედან ჩაეყარა ლობიანების ცხობის ტრადიციას საფუძველი. ზოგიერთი სასულიერო პირი მიიჩნევს, რომ აღნიშნული ტრადიცია წარმართულია.